საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია თქვენთვის სტუდიაში მუშაობს ხათუნა მანაგაძე ვიწყებთ Art Express ვიწყებთ ისევ იგივე განწყობით როგორც იყო გასულ კვირას რადგან ეს კვირაც ისე ჩაიარა და როგორ იქნება მომავალი კვირა ჯერჯერობით არ ვიცით საინტერესო კონკრეტული მოვლენები ხელოვნებაში არ ხდება თუმცა ხელოვანი ადამიანები არიან გარეთ და ამბობენ თავიანთ სათქმელს ჩვენ დღეს გვექნება საუბარი უკვე ეს სათქმელი როგორ აისახებოდა ადრეც ხელოვნებაში, კერძოდ ლიტერატურასა და კინოში და დღეს ვისაუბრებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო წიგნზე, ასევე საინტერესო ფილმზე, ვისაუბრებთ ადამიანთან, რომელსაც ყველაზე მეტად ხელეწიფება ამ თემაზე საუბარი და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის მასთან დიალოგი ამ მიმართულებით. პირველი რაზეც ვისაუბრებთ ეს იქნება ვილიამ გოლდინგის წიგნი ბუსთა ბატონი, წიგნი რომლის ავტორმა გვიან და წიგნის დაწერიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მიიღო ნობელის პრემია. ეს წიგნი დაიწერა 50-იან წლებში, ერთი შეხედვით იმ პერიოდისთვის თითქოს უჩვეულო არაფერი ასახულა, მაგრამ იყო ძალიან კაცრი, ძალიან ისეთი შეუვალი და უცნაური ნაბიჯი ადამიანის ბუნების ამოსაცნობად, ამაზე და სხვა საკითხებზე ირაკლი ბაკურიძესთან, გამომცემელთან და ბიბლიოთეკა გადაცემის ავტორთან და ერთ-ერთ ავტორთან და წამყვანთან ერთად ვისაუბრებთ. საღამო მშვიდობის ირაკლი. საღამო მშვიდობის. აქტუალური საკითხების დროს ხშირად ხვდებით ხოლმე აქტუალური სიტუაციის დროს ერთმანეთს, იმიტომ რომ ზუსტად ამ მიმართულებით საუბარი, როგორ ახერხებს ხელოვნება სხვადასხვა პერიოდში ისე ასახოს მოვლენები, რომ ეს მოვლენები მარადიულ პრობლემად და მარადიულ განხილვად და ანალიზად დარჩეს კაცობრიობისთვის. მოგესალმები კიდევ ერთხელ. აი ამაზე ვფიქრობდი ხა რო გისმენდი, ხელოვნება ხომ მუდმივად ასახავს და ხელოვნებას აქვს დანიშნულება, აი ვიზუალური ტკბობის გარდა და რაღაც მენტი ტკბობის გარდა ხომ ხელოვნებას აქვს კონკრეტული დანიშნულება, რომლითაც უნდა მიაღწიოს ადამიანების გულებამდე, ადამიანების ტვინებამდე. ერთია ხელოვნებაში რა აისახება და მეორეა ასევე რამდენად შემდგომ სპეციალისტები იძიებენ ამა თუ იმ ფენომენს, ხომ? აი ზიმბარდოზეც უნდა ვისაუბროთ ჩვენ ფილმებთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იქნეს გაანალიზებული. შეიძლება გაანალიზებამ ვერ მოგვიტანოს შედეგი, რაც გადაჭრის ამა თუ იმ პრობლემას, აი ადამიანის ძალადობრივ ბუნებას ვთქვათ, მაგრამ რაღაც გვეცოდინება მაინც როგორ უნდა მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციებში. გოლდინგი, როგორც თქვი, გოლდინგმა დაიწყო, აი ძალიან ნიშანდობრივია და ალბათ საინტერესოც, რომ გოლდინგმა წერა დაიწყო ჩვეულებრივ, აი კორალის კუნძული არის ესეთი ვალენტაინის რომანი ინგლისურ ვიქტორიანული ეპოქის, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ბრიტანეთში და ოღონდ იყო როგორი სამი ბიჭი, რომლებიც აღმოჩნდებიან გემის დაღუპვის შემდგომ კუნძულზე ვიქტორიანული ეპოქის აი ეს გამოწყებილი ბიჭები თავისი ქცევის წესებით აღმოჩნდებიან და ეს არის ერთგვარი რობინზონიადა არის ჟანრი უკვე ვიცით მიმართულება ლიტერატურაში და აი კლასიკური რობინზონიადაა და ისინი როგორ იქცებიან იქ რობინზონივით აი ეს მანერები რომ არ ავიწყდებათ ბედნიერები რომ არიან. კი, ბედნიერები არიან და აი რაღაც ერთგვარად კარიკატურულია, მაგრამ იმდენად პოპულარული იყო მე-19 და მე-20 საუკუნეშიც კი ეს რომანი, რომ გოლდინგს მუდმივად უნდოდა დაეწერა რაღაც იუმორისტული, რაც პასუხს გასცემდა აი ამ ვალენტაინის რომანს. რითიც იტყოდა, რომ ადამიანები, ბავშვებიც მათ შორის, აი რაღაც გარიყულად ტერიტორიაზე რაღაც ავტონომია, როდესაც აქვთ არიან გასულები ცივილიზაციიდან. მომენტი, როცა სხვა ვერაფერს ვერ ხედავენ. არ რჩებიან ისევ ადამიანებად. აი ეს იყო ალბათ მისი ადამიანებად, ანუ იმ ტიპის ადამიანებად, რაც სოციუმშია მიღებული. და მოკლედ დაიწყო წერა, რაღაც ნახევრად იუმორით დაიწყო წერა და საბოლოო ჯამში დაემთხვა ამ წერის დროს ის პერიოდი, როდესაც ორბანაკად გაიყო იმ დროინდელი სამყარო, ვიცით, აქეთ სოციალისტური ბანაკი დარჩა და იქით დანარჩენი დასავლეთი, აი ეს პერიოდი, როდესაც ნატო შეიქმნა, რკინის ფარდა გაჩნდა პირველად ტერმინი, აი ეს დასავლეთი ცალკე გამოიყო შეიძლება ითქვას და მან უკვე მიხვდა რომ უნდა დაეწერა რომანი, სადაც
რეალობასაც ასახავდა და თან ასახავდა ადამიანების ბუნებას, როგორ იქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში. მოკლედ, რატომ ამ ხელშესწავლე, რატომ გავაკეთე? იქ რომანში ერთ ადგილას ბიჭები ამბობენ, რომ ჩვენ კიდევ კარგი რომ აქ აღმოვჩით, თორემ შეიძლებოდა წითლების ხელში აღმოჩენილიყავითო. ხო, საპირწონე. კი, საპირწონე, კი. და შემდგომ უკვე 1960-იანი წლების გამოცემაში გოლდინგი წინასიტყვაში აღნიშნავს, რომ მოქმედება ხდება ატომური ომის პარალელურად, იმიტომ რომ დანარჩენ რა აქვთ ბიჭებს გონებაში, ხომ, გუნებაში, რას ფიქრობენ, როდესაც იქ რაღაც ერთგვარ არ ვიცი, ტირანიას აწყობენ და ერთმანეთს ენადირობენ. რას ფიქრობენ, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში? მათ იციან, რომ დიდი შანსი არის, რომ დანარჩენი სამყარო შეიძლება განადგურებულიც იყოს. ანთებენ კოცონს, რომ ვინმე შენიშნოს და დაეხმაროთ მათ, მაგრამ მეორე ჯგუფს უკვე კოცონის დანთება მხოლოდ საჭმელის შესაწვავად სჭირდება და საჭმელის მოსამზადებლად სჭირდება, ხომ? და ამ დროს არიან ძალიან ცოტა რეალურად იმისთვის, რომ აი ესეთი რადიკალური პოზიციები იყოს და ჯგუფებად იყვნენ და კი, ზუსტად, რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც მათ ძალაუფლებას არავინ აკონტროლებს. უკონტროლო ძალაუფლებაზეა მთლიანად. ჩემთვის არის ეს სრულად უკონტროლო ტირანიაზეც. აი, ერთგვარად შეიძლება მან აღწერა, როდესაც წერდა, როდესაც დაამთავრა იმ მომდევნო წელს გარდაიცვალა სტალინი და აი რაღაც სტალინის შემთხვევაში ერთ ადამიანს ჰქონდა ბოლომდე ვერ ვთქვი, რაღაც გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა ეს ძალაუფლება, რომლებიც მომსვლარი იყვნენ თითქმის 200 მილიონი, 300 მილიონიან მოსახლეობას და თამაშობდნენ არა როგორც ჭადრაკს, არამედ რაღაც გაცილებით უფრო მარტივს, ხომ? აი ჭადრაკის თამაშს კიდევ უფრო ანუ ისე თამაშობდნენ ადამიანების ბედით, რომ აი საერთოდ არ ფიქრობდნენ. სტატისტიკა იყო მათთვის ადამიანების რიცხვი, ხომ? იქაც ხონახულობენ მე ამ თამაშისთვის მიზეზს ეგრეთ წოდებულ ღორის თავს, რომელიც ხდება. ზუსტად, კი, ანუ მაგითკენ მივდივარ, აი ზუსტად იგივე მეორდება რომანშიც, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფი ადამიანებისგან, თუნდაც ბავშვებში კიდევ უფრო მძაფრადაა გამოხატული, იმიტომ რომ ბავშვი მაინც თავისი ბუნებით ზოგადად ითვლება, რომ ესეთია დაუნდობელია და ბავშვების მაგალითზე ძალიან კარგად აღწერა გოლდინგმა. ჩვენ თუ გონი როგორც ვთქვი, უნდა გავაგრძელოთ და ზიმბარდოზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ იქ უკვე ზრდასრულ ადამიანებზეა საუბარი. ხო, მე ლაპარაკობთ ექსპერიმენტზე ფილმზე. ხო, გადავა. არა მარტო ფილმზე, აი რატომ მინდა ცოტა კომპლექსურად რომ მივუდგეთ. მოკლედ, სიტუაცია რაში მდგომარეობს, რომ ჯგუფი, რომლებიც არის, შეიძლება ითქვას ასე მივმართოთ, რომ ერთი ჯგუფი არის ბავშვების, რომლებიც არიან მოწოდებული იმისთვის, რომ პირველ რიგში თავი გადაერჩინონ და მეორე რიგში ეს ეკრანიზაცია, ხომ ალბათ? ხო, არ მაქვს ნახის. ეკრანიზაციაზე მაქვს შეკითხვა ძალიან ესეთი მერე. ხო. ამაზე არა. მოსალოდნელ ეკრანიზაციაზე ქალები მა უნდა ითამაშონ, ეს არის ძალიან საინტერესო. აქ ბიჭები არიან მხოლოდ და თუ რაღაც კონექტურაში არ იქნება ჩასმული, რაღაც ქალები უნდა იყვნენ მირებიო და ჯერჯერობით არის. ეს საინტერესოა. ხო, აი სათვალე გამოჩნდა აქ, სათვალესაც ესეთი დანიშნულება აქვს. აქ ბევრი სპეციალისტი ფიქრობდა ამ სათვალეს, რატომ გამოიყენება, ვიღაც პროტოტიპი ხომ არ ყავდა ამ სათვალის დარებელს და ასე შემდგომ, თუმცა უფრო მარტივად რომ შევხედოთ, აი ეს ძალიან საინტერესო კადრებია, მეც კადრების დონეზე მაქვს ნანახი, მარტივად რომ შევხედოთ, მთლიანად არის ადამიანის ბუნების სისასტიკეზე ეს წიგნი დაწერილი, რომელიც შეიძლება 5, 6, 12 ადამიანზეც გავრცელდეს და იგივენაირად შეიძლება გავრცელდეს მთელ საზოგადოებაზე, მთელ პლანეტაზეც შეიძლება გავრცელდეს და ჩვენ ასეთი ტიპის მაგალითები ლიტერატურაში ძალიან ხშირად გვაქვს. 12-ის სიმბოლიკაც გარკვეულად. რა თქმა უნდა. იგივე მაგალითები ლიტერატურაში ძალიან ბევრი გვაქვს, თუნდაც მხევლის წიგნი რომ ავიღოთ, რომელზეც ძალიან პოპულარულია. კი, ჩვენც გვისაუბრია, ანუ რისი თქმა მინდა, რომ იქ სხვა ვარიანტია, იქ ბიბლიის უღმართი გაგები გამოხდება, მაგრამ იქაც ხომ აი იმ ბიბლიას ხო ვიღაცები მოირგებენ და აი წესებს თუ ადამიანი მოირგებს და მას ზემოდან არავინ აკონტროლებს, თუ მორალური კოდექსი ამის უფლებას აძლევს, ანუ მოშლილია ეს მორალური ზღვარი, იქ უკვე ადამიანი რა შეიძლება, რა ტიპის ძალმომრე შეიძლება იქცეს და ჩვენ რატომ საუბრობთ ხომ ამ თემაზე? ჩვენ ირგვლივაც ყველგან ვხედავთ ამას უკვე, რომ ადამიანები, რომლებსაც
რომელსაც არ აქვს რაღაც კონტროლის მექანიზმი ჩართული, რა დომნის სისასტიკეზე შეიძლება წავიდნენ, ხო? თუმცა აქ არ არის რაღაც ერთ მხარეზე საუბარი, ნებისმიერი ჯგუფი, რომლებსაც პირველ რიგში მოეშლებათ მორალური ზღვარი, მეორე რიგში სხვათა შორის ძალიან ბევრს საუბრობენ რელიგიის როლზე, ეკლესიის როლზე ამ ყველაფერში, ხომ? და თუ დაუკვირდებით უტრირებული ფორმებით ეს ყველაფერი იმოცემული. თუ დაუკვირდებით, აი ჩვენს მხარეს აი აქ აბრაამისეულ რელიგიებში რა ტიპის მორალური ზღვრები არსებობს ადამიანის დაცემის და ადამიანის რაღაც ფანტაზიის მოთოკვის, ხომ? ეს ყველაფერი თავის დროზე ალბათ დიდი ფსიქოლოგების მიერ იწერებოდა, ძალიან კარგად ჰქონდათ ადამიანების ფსიქოლოგია შესწავლილი და ერთგვარ მუხრუჭებს გვაძლევს ადამიანებს, ვისაც აძლევს ადამიანებს, ვისაც წამს, ვისაც რაღაც რელიგიური გზნობები გააჩნია, მაგრამ აი ბავშვები ამ შემთხვევაში ძალიან სწორად აქვს არჩეული გოლდი. და ძალიან საინტერესოა კიდე კათარზისის მომენტი, ტირილის ფაქტორი, როცა უკვე გვიანაა და როცა შენს წინ თითქოს არის ხსნა მოსული და აი მაშინ მოდის ეს ხსნა, ოღონდ რომელსაც ხელის გულზე აქვს ყველაფერი, რაც მანამდე მოხდა და ეს და პერსპექტივაში რა არის კიდე ავტორი გვიტოვებს ამ შემთხვევაში ჩვენ გადასაწყვეტად ეს ტირილი რის ნიშანია, მონანიების ნიშანია თუ შიშის ნიშანია, რომ საზოგადოებაში დაბრუნებას, იმიტომ რომ საზოგადოებაში დაბრუნება ყველაზე რთულია ამ შემთხვევაში და მინდა დრო რომ გვეყოს იმისთვის რომ გადავიდეთ სტენფორდის ექსპერიმენტზე, რომელიც 1971 წელს ჩატარდა. და მე შევცვალოთ კადრები, ექსპერიმენტის კადრები გვაქვს. დრო, მუდმივად გადაცემაში, როცა საკუთარ გადაცემაში დროის კონტროლი. ჯერჯერობით გვაქვს დრო. ხო, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ზიმბარდო, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტში 1971 წელს მოაწყო მისი ფსიქოლოგიური დაკვირვების შედეგად მიმართა უნივერსიტეტს და მოაწყეს ერთგვარი სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი. ასე შევიდა ისტორიაში ეს ექსპერიმენტი სახელით, რომელშიც ძალიან უჩვეულო იყო იმ დროისთვის, არ იყო უჩვეულო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ალბათ ამ ტიპის ექსპერიმენტს არც ერთ შემთხვევაში ცივილიზებულ გარემოში არ დავთავდნენ ნებას რომ მოეწყო, მაგრამ 70-იან წლებში ცოტა სხვა სამყარო ჰქონდა, სხვა იდეალები იყო და სხვა ნორმები იყო. აქედან გამომდინარე შეარჩიეს მათ 24 სტუდენტი, მოხალისე სტუდენტი, რომელსაც სხვათა შორის უხდიდნენ კიდეც თანხას და ეს ადამიანები მოათავსეს თვითონ უნივერსიტეტის კამპუსში მოწყობილ იმპროვიზირებულ ციხეში. ხო, ეს არ იყო ნამდვილი ციხე. აი აქ კადრებს რასაც ვხედავთ, ეს საოცარი ეკრანიზაცია, ორი ეკრანიზაცია არსებობს ამ ექსპერიმენტის. ერთი არის 2001 წლის გერმანული, რომელიც როდესაც ვნახე, მეგონა მასზე უკეთეს ვერაფერს გადაიღებდნენ, თუმცა 2010 წელს ედრიენ ბროუდიმ და მეგობრებმა კიდევ უფრო უკეთესი ვარიანტი დადეს და მოკლედ რა ხდება აქ? სტუდენტების ჯგუფი, რომლებსაც ციხეში გამოკეტავენ, რა თქმა უნდა ყველაფერი ნებაყოფლობითია, ამაში საკმაოდ კარგ გასამრჯელოს იღებენ და გამოკეტავენ ციხეში და ხალხს ნაწილს აქცევენ და არქმევენ ციხის ზედამხედველებს, ხოლო მეორე ნაწილი არიან პატიმრები და მათ მოსთხოვენ რომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევიან სტანდარტული პატიმრები. თქვენი უფლებები იზღუდება, როგორც კანონმდებლობით არის პატიმარს რა უფლებები აქვს. განსახები აღარ აქვს. ხო. ეს არის ტიპური ექსპერიმენტი და ამ ექსპერიმენტში გიწევს ითამაშო. და მეორე ნაწილი ამ სტუდენტების, თუმცა ფილმში უბრალოდ მოხალისეები არიან, მეორე ნაწილი არის ციხის ზედამხედველები და იმათ აქვთ ყველაფერი ის კანონები მოკლედ, რაც უნდა კონდეს ციხის ზედამხედველს. ისინი შეიარაღებული არიან სამეთვალყურეო კამერებით და მოკლედ ყველაფერი არის აღჭურვილი ისე, როგორც ნამდვილ ციხეში და ჩვენ რას ვხედავთ ამ ექსპერიმენტის შედეგად, აი ფილმზე გადავერთი ძალიან, მაგრამ ექსპერიმენტის შედეგად რას ვხედავთ, რომ ადამიანები იგივე, რაც გოლდინგის გაგრძელებაა სრულად. ადამიანები, რომლებსაც აქვთ უკონტროლო ძალაუფლება,
იქცევიან ერთის მხრივ ადამიანები ეს ტუსაღები, ეგრეთ წოდებული ტუსაღები, რომლებიც შეზღუდული არიან თავიანთ უფლებებში, იქცევიან როგორც ამბოხებულები, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება რომ უნდა აუჯანყდეს მას, ვინც მას ზემოთ დგას და მეორეს მხრივ ციხის ზედამხედველები, რომლებიც საბოლოოდ გადადიან სრულ სადიზმში, რომლებსაც ასევე არ ყავს მაკონტროლებელი. ამიტომ კითხვა, საიდან ამდენი სადიზმი ცოტა რიტორიკულია. არა, ეს, რას გვეუბნებას იმბარდოს ექსპერიმენტი? იქ ხომ რაღაც სპეციალური ჯგუფი არ ყოფილა არჩეული. იყვნენ ჩვენნაირი ადამიანები და ზიმბარდო მომზადების გარეშე. კი, ერიხ ფრომი 1974 წლის ნაშრომში ზიმბარდოს ძალიან აკრიტიკებს, იმიტომ რომ ზიმბარდოს ექსპერიმენტმა, ციხის ექსპერიმენტმა ბევრ ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, რომლებიც ადამიანის ჰუმანურ ბუნებაზე მუშაობდნენ და ამ კუთხით მიყავდათ თავიანთი მსჯელობა, ფრუსტრირება მოახდინა მათი იდეების, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანი აქ კეთილშობილებას და დადებითს და ცუდზე არა საუბარი, ნებისმიერ ადამიანში ზის მონსტრი, რომელიც თუ მას ზემოდან ვიღაც არ უყურებს და არ აკვირდება, იშლება მასში ყველანაირი მორალური მხარე და ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ჩვენი არსებობა, ჩვენი სოციუმში ყოფნა და სოციუმში ყოველდღიური მოქმედება არის დამსახურება იმ ნორმებისა, კი, იმ თუნდაც ოჯახში შექმნილი რაღაც ერთგვარი სუბკულტურისა, იმ კულტურის და ადათისა, რომელთაც მოვდივართ ჩვენ, ხომ, რაღაც ისტორიულად ჩამოყალიბებული ადათ-წესები, იმ საკანონმდებლო ბაზისა, რომელიც ქვეყანას გააჩნია და ზოგადად და რელიგიისა მათ შორის, იმიტომ რომ რელიგიასაც ძალიან დიდი როლი აქვს შებოჭვაში, ხო, მოძალადის მხრიდანაც და რა თქმა უნდა, მსხვერპლის კუთხითაც. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსხვერპლიც იქცევა სრულიად არაჰუმანურ არსებად, რომელიც სისხლზე მიდის დაუფიქრებლად. ამ ექსპერიმენტში სისხლის წყურვილი, იმდენად ბიბლიაში ვხვდებით ჩვენ, ხომ, პირველივე გვერდებზე ფაქტობრივად, რომ სისხლის წყურვილი უჩნდება ძმას, ძმის მიმართ და იქაც ალბათ წეღან ვახსენებ, რომ გენეტიკურად მოვდივართ იმ ძმისგან. კი, რომ იმასაც ძალიან განსწავლული ადამიანები ქმნიდნენ და იქედანვე გვეუბნებიან, რომ ჩვენში ადამიანის ბუნებაში ზის ეს სისხლის წყურვილი რაღაცნაირი ზის, რამდენად ადამიანური და რამდენად ცხოველურია, ამას ახლა ამ ფორმატში რა თქმა უნდა ვერ გავარჩევთ და შეიძლება არც მაქვს მე პირადად კომპეტენცია, მაგრამ ფაქტი ხომ არის, რომ ადამიანები, ეს ექსპერიმენტი არ არის რაღაც განყენებული ექსპერიმენტი, ეს არის ჩვენი ადამიანების არსებობის ნაწილი, ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან ხშირად წამიკითხავს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები ეწყობოდაო ავღანეთში, ქვეყნებში, სადაც უკონტროლობა იყო, მოკლედ საბჭოთა კავშირში, იგივე ლობოტომიაზე რომ ავიღოთ, ხომ, ლობოტომიაზე აიკრძალა 1950-იან წლებში ძალიან მკაცრად გაეროში, ახალშექმნილ გაეროში მიიღეს სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, რომელთაც ლობოტომია სრულად აიკრძალა, იქ ალან ტიურინგის ვარიანტი იყო მოყვანილი მაგალითი და ასე შემდეგ და მას შემდეგ ვიცით, რომ მილიონამდე ლობოტომიის მაგალითი არსებობს თურმე ვიეტნამში საბჭოთა კავშირში. ეს ორი რადიკალური მხარე ადამიანისა, რაღაცა ცოტა რაღაცა ისეთი უნიშნელო დოზით იჩენს ხოლმე თავს. ქართულ ლიტერატურაში დოჩანაშვილის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, ეს ცნობილი სამოსელი და მეორე კიდე ბესამეს ამბავი. ეს ორი რადიკალური მიმართულება, რომელიც დევს ჩვენში და ორივე ანგრევს. უბრალოდ რა ხდება? თუ არ არის მათი რაღაცა სინთეზური მხატვრულ ლიტერატურაში თუ მე ჩემს დაკვირვებას გეტყვით, მხატვრულ ლიტერატურაში თუ მხატვრული ნაწარმოები მთლიანად მიძღვნილი არა მხოლოდ ამ პრობლემაზე, ადამიანის გონებას რომ ფილტრავს, არ იმახსოვრებს ამას როგორც წამყვან ღერწს, იმიტომ რომ მიაჩნია რომ ის გამოგონილი პერსონაჟის რაღაც კონკრეტული თვისებაა. მაგრამ გოლდინგით რატო შემოვიფარგლეთ დღეს ეს ყველაფერი მთლიანად მიძღვნილია ადამიანის ბუნების ამ მხარეზე. ამ მხარეზე კი არა და ადამიანის რეალურ ბუნებაზე უფრო სწორი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტიპის ექსპერიმენტები და ამ ტიპის ამბები გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ასეთები.
თუ ბავშვი, აი ბავშვის მომენტი რატომ, იმიტომ რომ 12 წლის, 12-13 წლის ბავშვი შეიძლება ბოლომდე არ ქონდეს გასიგრძე განებული, ხო, ის მორალური ჩარჩოები, რომლებშიც დასრული ადამიანები ცხოვრობენ, ხომ? მაგრამ ამ ექსპერიმენტის შემთხვევაში ხომ უკვე ზრდასრულ ადამიანებზე გვაქვს. სტენფორდის უნივერსიტეტში მონაწილეობდნენ სტუდენტები, ოღონდ ესენი არ ყოფილან 18 წლის სტუდენტები, ზრდასრული უკვე თინეიჯერის ასაკიდან გასული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც უკვე ყველანაირი უფლებებით სარგებლობენ, უკვე აი 21 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ მოხსნილია თამბაქოზე და ალკოჰოლზე, ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც აქვთ არჩევანის უფლება. მაგრამ ამ არჩევანის უფლების გამოყენებაზეა და ძალიან რთულია ხოლმე შენს ირგვლივ, შენს ქვეყანაში, ქუჩაში მომხდარ მომენტთან ამ ყველაფრის გაიგივება, იმიტომ რომ მართლა ფრუსტრირებული რჩები ადამიანი, აი და რა რისი იმედი უნდა მქონდეს ხვალ, ხო? მაგრამ აი ჩვენი თუნდაც ამ შემთხვევაში ჩვენი კულტურული ერის რაღაც ინსტინქტები, ჩვენი ისტორია და წესები გვაძლევს ალბათ იმის საშუალების, იმის ფიქრის საშუალების უფლებას, რომ რაღაც იმედი გქონდეს, რომ ბოლომდე უკონტროლობაში არ გადაიზრდება და აქ მე სწორად გამიგეთ, არ მაქვს საუბარი რაღაც კონკრეტულ ერთ ჯგუფზე, იმიტომ რომ ძალაუფლება მიცემული ნებისმიერი ჯგუფი თუ ასე იქცევა, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ანუ ჩვენს შემთხვევაში რაც გვაქვს ისტორიული მემკვიდრეობა, ეს საკანონმდებლობა იქნება, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ ყველა დაიცავს და რელიგია, რომელიც ძალიან მაღალი დოზითაა ჩვენთან სეკულარული სახელმწიფო ვართ, მაგრამ ხალხში ვიცით, რამდენად პოპულარულია და რამდენად სანდო არის რელიგიური ინსტიტუტები, ეს ყველაფერი იმედია მოგცემს იმის საშუალებას, რომ რაღაც ზღვრები არ გადავლახოთ, ხომ? ავიაროთ აი რაღაცა ოქროს. აი შეიძლება ნიღაბთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, გოლდინგში ბიჭები, როდესაც უკვე ცხოველებად იქცევიან, ასე შეიძლება თქვა, იყენებენ ნიღბებს, ერთმანეთს არ არჩევენ სახელებით და მათთვის ყველა არის ერთი, იმიტომ რომ ერთი ნიღბიანები ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არის მოშლილი. და აი ეს ნიღბის თემაც იმდენად შემაშინებელია, როდესაც ხო, რაღაც ზედმეტად არ უნდა დაფიქრდე, თორემ შეიძლება ძალიან შეგეშინდეს. ძალიან რთულია და შემთხვევით არ ხდება ამ ნაწარმოებების შექმნა და ასეთ პრობლემებზე ფიქრი რასაკვირველია. ყველა გვახსენდება ხოლმე. ერთეულები ფიქრობენ ამაზე, მაგრამ როცა ეს აი დასაწყისში იმიტომ ვთქვი, რომ აი ესეთი თემები სამწუხაროდ მარადიულია და შეიძლება გაიაზროს სხვადასხვა ასპექტში და სხვადასხვა სიტუაციაში, ძალიან დიდი მადლობა. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი საუბარის შემდეგი არ იყოს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში და რაღაც უფრო სხვა თემატიკაზე ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამის საშუალება მოგვეციდა, ჩვენს მაყურებელს ჰქონდა და ეკნებოდა ბუნებრივია სურვილი, სწორედ ეს რაღაც ესეთი ადაპტირებული ტიპის სიტუაციები შეგვეთავაზებია. იმიტომ რომ მეც ძალიან დიდი მომდევნო სტუმრობას რაღაც ესეთ აღმატებულ თემებზე ვისაუბრებთ, სასიამოვნო თემებზე. დავასწროთ ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ისე წავიდეს, რომ უკვე ჩვენ მართლა აღმატებულ თემაზე და ესეთ თემაზე ვისაუბროთ, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იქნება და ის იყოს აქტუალური ამის შემდეგ ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი გახდათ ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, თითქმის 10 დღეა, კვირაზე მეტია ყოველ შემთხვევაში, აქტუალურია მოვლენა, რომელიც უკავშირდება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი არიან დაპატიმრებულები საქმე ძიებაში, ამიტომ ჩვენ კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ 15 დეკემბერს გაიმართა ეგრეთ წოდებული დუმილის აქცია, რომელიც ამ ბავშვების მეგობრებმა და სტუდენტებმა მოაწყვეს. ანა ბაშაყმაძე ესწრებოდა ამ აქციას და ის შემოგთავაზებს ახლა მინი ვერსიას, ესე ვთქვათ, ამ აქციიდან. ზოგადად ძალიან რთული არა ხელოვანი მოწყვიტო ხელოვნებას
ან იგივეა რაც ახალშობილი მოწვიდა დედას რა ან ძალიან რთული ამბავია იმიტომ რომ ეს ადამიანები თავიანთ შინაგან სამყაროს გამოხატავენ ხო აი მუსიკით რავი მსახიობები სცენაზე ამბობენ თავის სათქმელს და ასე შემდეგ მე პირადად როგორც მეგობარს მათ მეგობარს ძალიან გული მწყდება რომ ამ ადამიანებს შეეზღუდათ ამის უფლება. თამამად მინდა ვთქვა რომ ეს ბიჭები არიან ხელოვანი ბიჭები, არიან არქიტექტორები, არიან მსახიობები, არიან პიანისტები. ეს ორი თვეც მათი საქმისთვის უკვე ძალიან დიდია, მით უმეტეს როცა ისინი ძალიან დიდ პროექტებზე, საქმეებზე მუშაობდნენ და ეს ამ ორი თვეც ძალიან დიდ დანაკლისს მოუტანს მათ ხელოვნების ასპარეზზე და კულტურული ცხოვრების ასპარეზზე. ეს იყო იმდენად დიდი სიცარიელე, რომელიც უბრალოდ ვერაფრით ვერ შევავსე და არც შეივსება სანამ ეს ადამიანები სანამ გარეთ არ გამოვლენ შეუძლებელი იქნება რა ამ სიცარიელეს შევსება. დიდი სიყვარული ჩემი დაიგოს. სადმე რეპეტიციის საშუალება რომ მოგცემ და კლავიში დაგიდგან ბიბლია. ყოველს მაგრად გვენატრები. ნებისმიერი ციხის კედელი, ან ნებისმიერი უსამართლობა. რაც შეეხება თვის ამ პერფორმანსს ხო ძალიან მარტივია რა, ანუ ხელოვანი ის ადამიანი, რომელიც შეფარვით, დუმილით, მისი ნამუშევრით იტყვის იმას, რაც სათქმელია და კარგი ხელოვანი მაშინ ადამიანი, როდესაც ამ სათქმელს მიიტან ადამიანთან. თავიდან იყო ლაპარაკი, ანუ ეს ერთ დღეში დადგმული პერფორმანსია და ერთ დღეში გაკეთებული ვიდეოებია, რასაც თქვენ უყურეთ და იყო ბჭობა, რომ დაუშვათ და პირველ ჯერზე ვერ გაიგეს პინგ-პონგის მაგიდასთან, როცა ერთი კაცი ისვრის და შევჯერთ იმაზე, რომ პირველ ჯერზე ვერაფერა ხუთნი არიან. ხუთის ჩუმღრიალს აუცილებლად გაიგებს ხალხი და ერთხელ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და აუცილებლად რა მგონია რომ მაყურებელი ასე თუ ისე მიხვდა მაგას რომ ანუ შეუძლებელია პინგ-პონგი ერთმა ითამაშო. ფურცს ისვრი ვიღაცამ უნდა მოგაწოდოს. 4 კაცი როზის აქა ელოდება დეკანს. ელოდება მის პედაგოგს, ლექტორს. ეს ხო უბრალო ამბავია რა. 5 ადამიანის უკან 5 ოჯახი დგას, 5 მეგობარი დგას. 5 ადამიანი დგას, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი დგას. ზუსტად ეგა ალბათ 8-ზე და იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ვართ. ეგა და ეგ და ჩვენ რა მაქსიმალურად ვესწრებით რომ გავაგრძელოთ ეს ჩუმი ხმაური. გავაგრძელოთ ამ ადამიანების თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ეს 5 ადამიანი გამოვა ამ ჩანაწერს ნახავს და ერთად ვიცინებთ. უეჭველი ერთად ვიცინებთ ამ ყველაფერზე და ყველანაირად ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა რომ რაც უნდა მოხდეს კარგი ის აუცილებლად მოხდება. ესაა ჩემი პოზიცია. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია პერფორმანსზე საუბრობდა უბრალოდ აქცია პერფორმანსი წარმოგვიდგინა ანა ვაშაყმაძემ. კიდევ ერთხელ ჩვენი სოლიდარობა ამ ადამიანებს და კიდევ გამიმეორებ, რომ ყოველი დაკარგული დღე ამათთვის არის სერიოზული პრობლემა თავიანთი პროფესიული ინტერესებისთვის და მათი მომავალი პროფესიისთვის ზოგადად. იმედი მაქვს ისინი მალე დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს. ჩვენ ახლა ვბრუნდებით სტუდიაში და საუბრობთ თანამედროვე თეატრზე, როგორი უნდა იყოს თეატრი იმისთვის, რომ მან მაყურებელი არ დაკარგოს და ფეხი აუწყოს იმ მოვლენებს, რომელიც ხდება ზოგადად ქვეყანაში. არა მაქვს საუბარი კონკრეტულად დღევანდელ დღეზე, თუმცა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი სტუმარი გახლავთ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი კახა კობალაძე. საღამო მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა, დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენს გადაცემაში. გითხარით კიდეც, რომ მინდოდა სხვა სიტუაციაში და სხვაგვარად საუბარი, მაგრამ ახლა გვიწევს საუბარი იმ თემებზე, რაც ყველას ძალიან გვაწუხებს და თეატრი, რომელიც არის სარკე დღევანდელი თანამედროვე ცხოვრების ზოგადად და რომელიც ასახავს ზოგჯერ წინსწრებად ასახავს იმ მოვლენებს, რა მოვლენებიც ხდება, როგორი უნდა იყოს დღეს და როგორია თქვენი როგორც მსახიობის დამოკიდებულება. პირველ რიგში მე მინდა სოლიდარობა გამოვცხადო წინა სიუჟეტში
ნათქვამს სოლიდარობა იმ 4 სტუდენტს რექტორს, დეკანს, უკაცრავად დეკანს სამწუხარო ამბავი მოხდა ყველასათვის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საზოგადოებას უნდა და საჭიროა ამისთვის. რაც შეეხება ახლა თანამედროვე თეატრის პრობლემებს, მართალი გითხრათ, მე ამისათვის არც მზად არ ვარ, არც არა, ზოგადად არა, მე მინდა თქვენი პოზიცია როგორი უნდა იყოს თეატრი. პოზიციას ვიტყოდი, რომ ალბათ თანამედროვე თეატრი მოითხოვს აქტიურობას, თანმიმდევრობას, მოითხოვს აუცილებლად უნდა იყოს პროცესებში ჩართული გარე სამყაროსთან, ადამიანის ბუნებასთან ახლოს უნდა იყოს ის. და ის რაც ხდება დღეს და როგორც ჩართულია დღევანდელი ქართული თეატრალური საზოგადოება და სამყარო, თეატრალები, მსახიობები, კერძოდ რეჟისორები, მე მოხარული ვარ და მივესალმები ამ ამბებს. ზოგადად ახლა მართალი გითხრათ, თითქოს ამ პროცესებში მაინდა-მაინც ადრე აქტიურ ჩართულობით არ გამოირჩეოდა ეს სამყარო თეატრალური და ეხლა არ ვიცი რამ განაპირობა, ყოველ შემთხვევაში თითქოს თავის თავზე აიღეს ეს პროცესი და მე აბსოლუტურად მივესალმები ამ ამბებს და განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, რომ ბათუმის თეატრი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ამ პროცესებს გამოეხმაურა და მხარი აუღბა. რა თქმა უნდა, ნაცნობი არის თქვენთვის და საზოგადოებისთვის, რომ ბათუმის თეატრის გარკვეულმა უმრავლესობამ, მე ვიტყოდი, დასის უმრავლესობამ, კოლექტივშიც სხვებმა პროტესტით გამოვთქვით იმ მოვლენებზე, რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ ხდება. და ალბათ ესეთი ჩართულობა აუცილებელიც არის. შენ სხვა მორალური უფლებაც არ აქვს, რომ დაუშვათ სხვაგან იყო. ამ პროცესებში აუცილებელია. სხვათა შორის თქვენს ერთ-ერთ მსახიობს ვესაუბრე წინა კვირას და ესეთი ფრაზა უთხარი, რომ მე მინდა თქო ორივე მხარე იყოს, გულისხმობდი გაფიცულებს და იმ ადამიანებს, ვინც გაფიცვას არ შეუერთდა და რას ქვია ორივე მხარეო? გაფიცულებს არ და უფრო პროტესტი. რას ქვია ორივე მხარეო? ჩვენ ერთი ვართ ყველაო და ეს მართლა ძალიან ნიშანდობლივია, მეოთხარი შესანიშნავად მესმის, უბრალოდ ვიცი რომ არიან ადამიანები, ვინც შეუერთდნენ ამ პროცესს და ვინც არ შეუერთდა. და ამიტომ მაინც იკვეთება გარკვეულად ორი პოზიცია. ერთიანია, გასაგებია თეატრი, მაგრამ ორი პოზიცია არსებობს. ეს ალბათ კარგია, უნდა იყოს სხვადასხვა პოზიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა რთულია გააკეთო დასკვნა, რომელი არის უფრო დასკვნა საზოგადოებისთვის გვინდვია, ხა აქ დასკვნა და ისეთი რამ, ისეთი ასარჩევი რთული არაფერი არ არის ის, რაც დაუშვათ ხდება აქ თეთრის და შავის არჩევა აბსოლუტურად ძალიან იოლი რამეა. ბოროტსა და კეთილშორის არჩევანი ხო დაუშვათ იოლზე იოლია. უბრალოდ გონების თვალით უნდა შეხედო ამ პროცესებს ყველაფერს. ის რაც დაუშვათ მოხდა ამ დღეებში, ჯერჯერობით მინდა ვთქვა, რომ ეს პროტესტი უკვე რამდენი ხანია გრძელდება და ეს გონი მე-20 დღეა თუ მე-19 უკვე სათვალობის ამერია. მინდა შევერთდე ამათ და პირველ რიგში უპირობოდ ის ადამიანები, ვინც ამ გაუგებრობის გამო იქნენ და არიან დაჭერილები, აბსოლუტურად ყველა სოლიდარობას უცხადებ და აუცილებელი პირობაა მათი განთავისუფლება. ეს ისეთი უტყუარი თემაა, რომ არ ვიცი, მე ახლა ცოტა სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვთქვა. და რა თქმა უნდა, სხვა თემებშიც ვეთანხმები, მაგრამ ეს უპირობოდ უნდა იქნას შესრულებული და მოთხოვნადი. რაც შეეხება ახლა თეატრში ჩვენს ორ პოზიციას, რა თქმა უნდა, იმათაც აქვს არსებობის უფლება, ამასაც აქვს, მაგრამ მე არ ვიცი ახლა
მართალი გითხრათ, უბრალოდ რო გითხრათ, მე უკვე ასაკში ვარ. მთელი ჩემი ახალგაზრდობა იმას ოცნებობდი და ვფიქრობდი, როგორ დაგვეღწია იმ სისტემიდან თავი. ოცნებითაც, აი ნატრითაც ვერ ნატრულობდით, ისეთი რაღაც სისტემაში ვცხოვრობდით და მოხდა სასწაული და ლომის ხახიდან გამოვძვერით, ასე ვთქვათ. და ეხლა ხდება ისეთი რამ, რომ ისევ იმ ლომის ხახაში თითქოს მიგვათრევენ. რა თქმა უნდა, ამას ეხლა საღი აზრი შეაფასებს ისე, რომ რა თქმა უნდა, აქ არავინ არ წაყვება. ამას არავინ არ დათმობს. და აქ ეხლა რა ვიცი, არჩევანი თითქოს ხო ასეთი იოლია. აქ ჩვენთვის გაუგებარია, მაგალითად, როცა ხედავ, აშკარად ხედავ, რომ არჩევანი ევროპასა და დაუშვათ სხვა გზას შორის ჩვენ კონსტიტუციითაც გვაქვს ეს ყველაფერი გამართლებული და ჩაწერილია და ამ გზის გადახვევას როგორ ვერავინ ვერ აპატიებს და აი ჩემთვის წარმოუდგენელი რამეა და ამის გამო ეს ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები რომლებიც იბრძვიან ისჯებიან ამის გამო ეს ხო წარმოუდგენელია აი ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება თეატრებმა გააგრძელოს ფუნქციონირება, სანამ რაღაცა არ გამოიკვეთება? ფუნქციონირება უნდა გააგრძელდეს. რეალურად თეატრები გაჩერებულია. კი ბატონო, ეხლა მსახიობის მთავარი სათქმელი და სატკივარი მაინც სცენაა და სცენიდან უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მართალი გითხრათ, აი ეხლა ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა იგივე რობიკოს თუ ამ თემურ ჩხეიძემ როგორი სპექტაკლებით გაითქვეს სახელი, სადაც იქ იყო ნაგულისხმები არსებულ სისტემას, როგორ ებრძოდნენ სიტყვით, სპექტაკლებით. ამით არის, რა თქმა უნდა, გასაგრძელებელი ეს ბრძოლა, ბრძოლას თუ დავარქმევთ ამას. და ალბათ შესანიშნავი დრო, ბჭყალებში რა თქმა უნდა, დრო მიეცათ იმ რეჟისორებს და მე გული მწყდება, რომ აი თითქმის ვერ ვნახულობ ისეთ სპექტაკლს, სადაც რეჟისორებს რაღაც თავისი სატკივარი და სათქმელი ამ კუთხით ნაკლები არა და ბევრი საშუალება და შესაძლებლობა აქვთ რეჟისორებს გამოხატონ ეს ტკივილი და ეს სათქმელი თავისი სპექტაკლებით. ეს ხო უფრო ძაფრია და უფრო მოქმედებს და უფრო ისეთია, ქმედითია, ხო? აი როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციის შემდეგ შეიცვლება რეპერტუარი, შეიცვლება სპექტაკლების, ინტერპრეტირების ფორმები? ეხლა სპექტაკლები, რეპერტუარის შეცვლა ეს სამხატვრო ხელმძღვანელი ხო მათზეა დამოკიდებული როგორ რანაირად მათი პრეროგატივა კარგი იქნებოდა რომ ამ კუთხით წასულიყო რაც მაგ კითხვაზე მართალი გითხრათ ჩემგან რო იყოს დამოკიდებული ეს ყველაფერი ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გვეყოლება სტუდიაში და მას აუცილებლად დაუსვა ამ კითხვას. და კიდევ აი ხა ამ მდგომარეობით არის ასეთი სურათი თუ გადავხედავთ საქართველოში. მსახიობების გარკვეული ნაწილი არის პროტესტის ამპლუაში და თავისთავად ცხადია ეს ბუნებრივი მოვლენა. ის ნაწილი, რომელიც არ უერთდება პროტესტს, მაინც გაჩერებულია, იმიტომ რომ სპექტაკლები ვერ თამაშდება. შეუძლებელია ორივე მხარე უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ხო? და ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის რაღაც ქუჩაში გამოსული ფორმით არის დღეს წარმოდგენილი თეატრი და ეს თავისთავად არის თეატრის პოზიციის დაფიქსირება, თანამედროვე თეატრის პოზიციის დაფიქსირება. თქვენ ბრძანეთ, რომ ბათუმის თეატრი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ასეთი პოზიცია დააფიქსირა და გამოხატა. აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, დაუშვათ, როდის შეიძლება რაღაცა განახლდეს შემოქმედებითი მუშაობა თეატრში, თუ არის ამის წინაპირობა და თუ არის ამის საშუალება? განახლებით, რა თქმა უნდა, უნდა განახლდეს და ეს აუცილებელიც არის და განახლდება კიდევაც
რაც არ უნდა მოხდეს, თეატრმა არ უნდა დაკარგოს ფუნქციონირება, ეს აუცილებლად, მაგრამ ეხლა ამ გარკვეულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო და მივესალმები, რომ შეჩერდა სპექტაკლების ჩვენება, ამისთვის ჯერჯერობით არავის არ ცალია, მაგრამ მე ამისთვის საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ მივიდეს და დაესწროს სპექტაკლს. ალბათ კი არა და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი დაალაგდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას წაადგება, ჩვენს სამშობლოს წაადგება და რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვეულებრივად და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმი და სიყვარული და მაყურებელთან პატივისცემით და ასე ვთქვათ, ყველაფერი ჩადგება კალაპოტში. მე ამის დიდი იმედი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო კახა, თუ გაქვთ თქვენი კი ბატონო ეთერით ვისარგებლებ და სხვათა შორის ესეთ ჩართვას გადახვევას გავაკეთებ ჩვენ მსახიობს ავტოქარჩევას გუშინ 70 წლის შეუსრულდა მე მინდა აქედან მიულოცო მას ეს საიუბილეო თარიღი და უსურვა დიდხანს ბათუმის თეატრში მოღვაწეობა წარმატებები და სიხარული. ჩვენც უერთდებით ამ მოლოცვას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა. იმედია რომ ყველაფერი იქნება ისე რომ რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი, ჩვენი თეატრისთვის და ხელოვნების ყველა სფეროსთვის უკეთესი და შეხვდებით აუცილებლად უკვე ცოტა სხვა გარემოში. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი. მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით მომავალ სამშაბათამდე.